ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხთომაზე დეპუტატებმა 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას მოწინააღმდეგეები წყავდა. თათია სამსონიძე განაგრძობს თემას. ინფრასტრუქტურული სამუშაოები, განათლება, კულტურა, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. ეს ის ძირითადი პრიორიტეტებია, რაც 2017 წლის ბიუჯეტში არის გათვალისწინებული. მომავალი წლის ბიუჯეტი ჯამში 7.993.400 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის დამტკიცების წინააღმდეგი ოპოზიციონერი დეპუტატები იყვნენ. ლეიბორისტული პარტიის წევრი დეპუტატი ნათია შარაშინიძე ერთჯერადი სოციალური დახმარების წინააღმდეგია. მისი თქმით, ამ სახის დახმარება გაუგებარია, რა პრინციპით შეიძლება მიენიჭოს მოქალაქეს. წარმოდგენილი 2017 წლის ბიუჯეტს ხმა არ მივეცე, მხარი არ დავუჭირე. შიგნით ქონდა გარკვეული შენიშვნები, რომელიც გაგზავნილი იყო მერიაში. სამწუხაროდ ეს შენიშვნები გათვალისწინებული არ იქნა. შენიშვნა შეეხებოდა სოციალურ საკითხებს, კერძოდ შეეხებოდა იმ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ყოველგვარი ქულის გარეშე მოქალაქეების დახმარებას წელიწადში ერთხელ 400 ლარის ოდენობით. ვინაიდან ეს პროგრამა არის ძალიან ბუნდოვანი, ვერ მოხდა პროგრამის განმარტება, რამდენმა ადამიანმა უნდა მიიღოს, ანუ ბენეფიციარი რამდენი უნდა იყოს, მოხდა მერიის მხრიდან ბუნდოვანი ახსნა და დატოვა ბევრი კითხვის ნიშანი და გააჩინა ბევრი ეჭვი. ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტი ბევრად უკეთესია წინა წელთან შედარებით. დავამტკიცეთ 2017 წლის ბიუჯეტი, რომელიც მინდა გითხრათ, რომ ბევრად უკეთესი არის წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, იმდენად, რამდენადაც პრიორიტეტი, თუმცა გასულ წელსაც ასე გახდათ, მაგრამ წელს გამოთავისუფლებული სახსრები მივმართეთ თავარი პრიორიტეტი გახლავთ ინფრასტრუქტურა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და სწორედ ამ კუთხით არის 2017 წლის ბიუჯეტში ყველა ის სახსრები წარმართული, რასაც ქვია ჩვენი ქალაქის ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 310 კვადრატული მეტრი ფართის მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით 45 წლის ვადით გაცემას ხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა. საუბარია აპოლონ წულაძის ქუჩაზე მდებარე სკვერის ტერიტორიაზე უფუნქციო შადრევნის ადგილას ჩაის სახლის მშენებლობაზე. საკითხს ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან მგელაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ნაგებობის აშენება მიზანშეწონილი არ არის. 9 აპრილის სკვერთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში იქ გაჭრილი გზა, რომელიც მე ვთვლი, რომ უკანონოა და შემდეგ დღევანდელ ხდომაზე დამატებული ის, რომ ის მონაკვეთი, რომელიც არის ბიბლუსის უკანა მხარე და შადრევნის ტერიტორია, იცემა პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის უფლებით არის ძალიან მიუღებელი. საფუძველი ისაა, რომ ესაა გამწვანებული ტერიტორია, ესაა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და ასე ხელაღებით მერს და მერიას არ შეიძლება გასცეს ეს ტერიტორია. აუცილებლად უნდა მოეწყოს დისკუსიები საზოგადოებასთან და ამის შემდეგ მოხდეს იქ დაიდგმება შენობა თუ არ დაიდგმება. არა აქვს მნიშვნელობა მსუბუქი კონსტრუქციის იქნება თუ მძიმე კონსტრუქციის. ჩემთვის ამ ტერიტორიაზე შენობის დადგმა კატეგორიულად მიუღებელია. იქ არის მიიტოვებული შადრევანი, დაახლოებით 25 წელია მიიტოვებულია, რომელიც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გადაქცეულია სანაგვე ურნად. შეგიძლიათ მიხვიდეთ და გადაიღოთ და ყველა წინადადებას, რომელიც იქნება ჩვენი ქალაქისთვის მისაღები, ნებისმიერი მოქალაქის მიერ წარმოდგენილი. თუნდაც არ იყოს ის ოზურგეთელი, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს და მისასალმებელი იქნება ყველა ინვესტორის გამოჩენა ჩვენი ქალაქისათვის. იმდენად, რამდენადაც არ ვართ განებივრებულები ნამდვილად ოზურგეთში ინვესტორების სიმრავლით. მეცაც გეტყვით, ჩემი თხოვნა არის ყველა ადამიანის მისამართით, ვისაც კი რაიმე ფორმით საშუალება აქვს,
იქნება ოზურგეთში რაიმე სახის ინვესტიცია განახორციელოს. იმიტომ რომ ჩემი ქალაქი ამის ნაკლებობას განიცდის ნამდვილად. ანუ ისევ თქვენი ვალდებულებაა რომ თუ სტატუსის მინიჭება სკვერის ტერიტორიაზე ახლა გაჭრილი გზის სიახლოვეს ჩაის სახლის მშენებლობა უკანონოდ მიაჩნია ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორს გრიგოლ მახარაძეს. ნებისმიერი ახალი ობიექტის მშენებლობა ქალაქში, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ასევე ცალსახად მიუღებელია ბრჭყალებში განვითარება და ბრჭყალებში აღმშენებლობა სარეკრეაციო სივრცეების, პარკების, სკვერების და საჯარო სივრცეების ხარჯზე. ქალაქში განვითარება უნდა ხდებოდეს ისე, რომ არ დადგეს საფრთხის ქვეშ პარკები, სკვერები და ასე შემდეგ. ეს კონკრეტული მშენებლობაც არის მხოლოდ საჯარო სივრცის განადგურება და მისი გადასვლა კერძო პირის ხელში. სწორედ ამიტომ დავსვი საკრებულოზე ის საკითხი, რომ მინიჭებოდა პარკებს სტატუსი, ქალაქში დადგეს გენგეგმის მომზადების საკითხი და მხოლოდ შემდეგ გადაწყდეს ასეთი საკითხები. ქალაქ ოზურგეთის საკრებულომ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც დაამტკიცა.